გამარჯობა. დღეს უნდა გესაუბროთ ისეთ ჯადოსნურ წიგნზე, როგორიც არის პამელა ტრევერსის მერი პოპინსი და როგორ შეიძლება ამ წიგნზე საუბრისას რამე უჩვეულო არ მომხდარიყო. ვისაც წაკითხული გაქვთ, გეცოდინი გახსოვთ ალბათ, რომ აქ წითური ძროხა ვარსკვლავის საძებნელად მიეშურება და ახლა ძროხების ეჟვნების ფონზე მიწევს საუბარი, შეიძლება რომელიმე მათგანი სწორედ ამ წიგნის პერსონაჟიც კი იყოს. პამელა ტრევერსი ავსტრალიელი ქალი იყო. ის თეატრალურ დასს ჩამოჰყვა ლონდონში, დარჩა იქ, სცენარებს წერდა თავდაპირველად და შემდეგ უკვე 1934 წელს გამოსცა წიგნის სახელად მერი პოპინსი. მერი პოპინსი არის ძიძა, სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული პერსონაჟი საბავშვო ლიტერატურაში და შეიძლება ითქვას არა მარტო საბავშვო ლიტერატურაში და როგორც Goodreads ერთ-ერთი რევიუდან გამოხმაურებიდან ამოვიკითხე, მერი პოპინსი არის თანამედროვე აღზრდის პრინციპების გამტარებელი ადამიანი. ჩვენ მე ხშირად საუბრობ ხოლმე იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ ბავშვებს და ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ზღაპრული სამყარო. ფენტეზის ჟანრი არის და ზღაპართან მიახლოება მათთვის, მათი ფანტაზიისა და წარმოსახვისთვის იმის დასაჯერებლად, რომ რეალობის გასაძლებად ჩვენ წარმოსახვა ხშირად გვშველის ხოლმე, რომ გაუძლოთ და სწორედ მგონია, რომ მთავარი საყრდენი ამ წიგნის არის რეალობისა და არარეალობის ზღვარის მოშლა. ბენქსების ოჯახი ალუბლების ნომერ 17-ში ცხოვრობენ. 4 შვილი ცხოვრობს, 4 შვილი ჰყავთ. მაიკლი, ჯეინი, ჯონი და ბარბარა, ტყუპები არიან პატარები და ეძებს მისის ბენქსი ეძებს ძიძას. გამოაქვეყნებს გაზეთში განცხადებას და ერთ მშვენიერ დღეს მათ გამოეცხადებათ მერი პოპინსი. ეს უფროსებისთვის, ხოლო ბავშვები უკვე ამ ყოველივე სხვაგვარად აღიქვამენ. ჩვენ აღწერილი არის წიგნში, რომ ზენაქარი როგორ მოაქროლებს მერი პოპინს, ისე რომ არც მიწას აკარებს ფეხს და შემდეგ უკვე როდესაც მისის ბენქსს მიჰყვება კიბეზე, არც კიბეებს აბიჯებს, ისე შეუძლია ფრენა, სიარული შეიძლება ითქვას და ბავშვები მიხვდნენ, რომ სრულიად გამორჩეულ ადამიანთან ჰქონდათ, ექნებათ ურთიერთობა. მერი პოპინსი არის ძალიან თავდაჯერებული ადამიანი, მისი გამჭოლი მზე, რაც ისფერი თვალები აქვს, ბავშვებისთვის საკმარისი არის, რომ დაიმორჩილოს ისინი და მონაცვლეობს მისი აღზრდის მეთოდი მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს არის მონაცვლეობა დისციპლინისა და წარმოსახვის ჯადოსნური სამყაროს შეთავაზებისა ბავშვებისთვის. მერი პოპინსი მე პირველად დაახლოებით 3 წლის წინ წავიკითხე, როდესაც ეს წიგნი გამოიცა, დიოგენე არის გამომცემლობა, ხოლო თარგმნელი ლელა დუმბაძე და ფიქრობ, რომ ახლა მეორედ წავიკითხე ეს წიგნი და იმაზე დავფიქრდი, რომ თუ კი ცუდ გუნებაზე ხართ ახლა ეს წიგნი არის უებარი წამალი იმისა, რომ სრულიად სხვაგვარად შეხედოთ სამყაროს და დაიჯეროთ თქვენს ბავშვების მსგავსად, რომ მერი პოპინსი არსებობს და მას შეუძლია ზენაქარს მოჰყვეს და ქვენაქარს გაჰყვეს, თუმცა ისევ მომავალი შეხვედრის იმედი დაგვიტოვოს გულში. ფენტეზის ჟანრია, აქ თქვენ შეხვდებით მეასანთე ბერტის, რომელიც წვიმიანი ამინდში ასანთებს ხატავს, ხოლო სხვა დღეებში კი ტროტუარზე საოცარ ნახატებს საოცრად ხატავს და ერთხელაც მერი პოპინსი მას ესტუმრება. აღმოჩნდება, რომ ჩაიზე დასაპატიჟებელი ფული არ აქვს და ამ დროს მშვენიერი იდეა დაებადება მეასანთეს, ხელს ჩაკიდებს მელის და ეტყვის, რომ მოდი ამ სურათში შევაბიჯოთ. ისინი მართლაც
გადავლენ სურათში, სადაც სუფრა არის გაშლილი, მისი მერი პოპინს წელამდე სწუდება ჟოლოს კექსები და მათ ემსახურება ძალიან უჩვეულოდ გამოწყობილი მიმტანი. შემდეგ ისევ ბრუნდებიან რეალობაში და როდესაც ეს მისი დასვენების დღე არის, ბავშვებს რომ დაუბრუნდება მერი პოპინსი და ჰკითხავენ თუ როგორი დრო გაატარა, ეტყვის რომ ზღაპრულ ქვეყანაში იყო და ყველა ჩვენგანს, ყველა ადამიანს თავისი ზღაპრული სამყარო აქვს. აი ამ რწმენით, ამ თავარი გზავნილით იწყება გრძელდება უпростоრად წიგნი და შემდეგ უკვე ბავშვებთან ერთად მერი პოპინსი მოივლის სრულიად უჩვეულო თავგადასავლებში ამოჰყოფს მათთან ერთად თავს. ეს არის მაგალითად თავის ბიძასთან სტუმრობა, მისტერ კულული, რომელიც სიცილისგან ჰაერში აფრინდება და ბავშვებისაც აიყოლიებს, გადამდები არის მისი სიცილი და იქ მიირთმევენ, ისადილებენ, მაგიდაც აფრინდება მერი პოპინსის და ჰაერზე ჩამოსხდებიან. უკან დაბრუნებული მაიკლი ფიქრობს, რომ რაც უდია, როდესაც სიცილის შემდეგ უბრუნდები ჩვეულებრივ ყოველდღიურობას. მერი პოპინსი ყოველთვის არ წმუნებს ბავშვებს, რომ ის რასაც ხედავენ და მათთვის ეს არ არის დაესიზმრა თან, არ არის რეალობა ერთი სიტყვით, თუმცა ნიშნები იმისა, რომ მათ ნამდვილად სავსე მთვარეობას მერი პოპინსის დაბადების დღე აღნიშნეს ზოოპარკში, სადაც სმოკინგში გამოწყობილი დათვი დახვდათ და აქეთ მისცა მათ ორი ვარდისფერი ბილეთი, ან ორ მგელს შორის ყანჩა მოაბიჯებს ნარნარა და საუბრობენ, ან კობრა, რომელიც მათთვის უზენაესი არის, ასე რომ ვთქვათ და მისი სიტყვა ყველაზე ამ სამყაროს ყველაზე ძველი წარმომადგენელი არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის და ამით დავასრულებ მე ამ წიგნზე საუბარს. აქ ასევე ბავშვები იმოგზაურებენ, ხო მერი პოპინსი უყვება ბავშვებს, ხო გამექცას სათქმელი, იმას ვამბობდი, რომ როდესაც ამ თავგადასავლიდან დაბრუნდებიან შინ და მერი პოპინსი დააჯერებს მათ, რომ ეს სიზმარი იყო, შეხედავენ მოფუსფუსე მერი პოპინს და ხედავენ, რომ წელზე აქვს შემორტყმული კობრის ტყავი, რომელიც მას დაბადების დღეს საჩუქრად მიუძღვნა კობრამ და ამ აწერია, რომ გილოცავ დაბადების დღეს თუ სწორად მახსოვს. ასევე ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს მწერალს. როდესაც მერი პოპინსი ჩნდება, მას ჩანთა მოაქვს თან, ფარდაგისგან შეკერილი ჩანთა და ბავშვები რომ ჩაიხედავენ, ამ ჩანთაში არაფერი არ არის, მაგრამ მერი პოპინსი ჩაყოფს ხელს და ამოიღებს იქიდან ნაირ-ნაირ ნივთებს. მე ხშირად ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ ძალიან მიყვარს ნივთები ლიტერატურაში და აი კიდევ აქ დამხვდა ასეთი საინტერესო ნივთების ჩამონათვალი. ამ სიტყვებით სარიელი ჩანთიდან გახამებული თეთრი წინსაფარი ამოიღო და წელზე გაიკეთა. შემდეგ კი მერი პოპინსმა ამოალაგა საპნის ნაჭერი, კბილის ჯაგრი, თმის სამაგრების აცმა, სუნამოს ფლაკონი, პატარა დასაკეთი სავარძელი და ერთი კოლოფი საწუწნი კანფეტები ყელის ტკივილისათვის. შემდეგ არ სრულდება ეს ჩამონათვალი, ფლანელის 7 და ბამბის 4 ღამის პერანგი, წყვილი ჩექმა, დომინოს ნაკრები, 2 საბანაო ჩაჩი და ღია ბარათების ალბომი. სულ ბოლოს კი პლედები და ბუმბულის საბანი ამოაზრუნა დასაკეთს ლოგინთან ერთად, რომელიც ჯონისა და ბარბარას საწოლებს შორის გაშალა. ასევე ძალიან დაუვიწყარი ეპიზოდი არის, როდესაც ამოიღებს პატარა ფლაკონს, კოზი აქვს ჩამოკონწელებული ამ შუშის ბოთლს და როდესაც სხვადასხვა სითხე ჩნდება ამ კოვზზე, ეს არის მაგალითად ლიმონის სიროფი, ხენდროს ნაყინი, რომის პუნში, პუნში რომით თუ არ ვცდები, რომის პუნში და პატარებისთვის კი რძე. კიდევ მისის ყორის მაღაზია უნდა გამოვარჩიოთ. ეს არის დანაოჭებული სახის მქონე ისეთი ქალბატონი, რომელსაც ასაკი არ ეტყობა, თუმცა თვითონ არ ეტყობა კი არა, პირიქით თვითონ ამბობს, რომ ძალიან დიდი ხანი ამ სამყაროში ცხოვრობს და აი ამ მაღაზიიდან წამოიღებენ დარიჩინის
ორცხობილებს, ოქროსფერ ქაღალდში შეფუთული არის ეს დარეჩინის ორცხობილები, ვარსკვლავები აქვს დაკრული და შემდეგ როდესაც დაიძინებენ, გამოიღვიძება და ხედავენ, რომ კიბი აქვს მიდგმული მისის კორისა და მერი პოპინს ცასთან და ამ ვარსკვლავებს აკრავენ ცაზე. ულამაზესი სამყარო დაგხვდებათ, რომელი ერთი გამოვარჩიო არ ვიცი. და მოდი დავასრულებ ამ წიგნზე საუბარს შემდეგი სიტყვებით, რომელიც წარწერადაც ფრაზადაც შევარჩიე ბალიშის პირისთვის, ეს ასეთი არის ჩემს მეზობელთან, როდესაც ყავას ვსვამდი, თან ამ ბალიშის პირს ვხატავდი და ფრაზა არის ამგვარი: ხეები, ქვები, ჩიტები, ცხოველები თუ ვარსკვლავები, ყველანი ერთნი ვართ და ყველას ერთი და იგივე ხვედრი მოგველის. ამ სიტყვებს როგორც გითხარით, კობრა ამბობს, მეშინია დრო არ მეწურება დრო და ამ სიტყვებმა გამახსენა პანთეიზმი, რწმენა ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც გულისხმობს, რომ სამყარო ყველაფერი არის ერთი და ღმერთი არის ყველგან განფენილი. მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით,